საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვა ოფიციალურ ვარშავას. Როგორ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა შეერთებული შტატების დატოვება და პოლონეთში ჩასვლა. ექს-პრეზიდენტი დღეს ტელეკამერების წინაშე სწორედ ვარშავაში გამოჩნდა. Როგორც ცნობილია, უკრაინამ მას მოქალაქეობა გააუქმა, შესაბამისად ანულირებულია მისი პასპორტის მოქმედებაც. მიხეილ სააკაშვილმა ვარშავის 1944 წლის აჯანყების წლისთავისადმი მიწყმულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ქვეყანაში რამდენიმე დეპუტატის მიწვევით ჩავიდა. თამთა რუხაძე არკვევდა თემის დეტალებს, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ. თავდაპირველად დავიწყოთ პროკურატურის მიმართვით. რას თხოვს ოფიციალურ პოლონეთს მთავარი საგამოძიებო უწყება? რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა. ამ ეტაპზე დანამდვილებით არავინ იცის, როგორ მოხდა მოქალაქეობის არ მქონე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ვარშავაში პოლონელი დეპუტატის მალგოჟატა გოშევსკას მიწვევით იმყოფება. შეკითხვაზე, როგორ მოხდა სააკაშვილი პოლონეთში, ვერ პასუხობენ ვერც იურისტები, რადგან მათ დაზუსტებით არ იციან, რა დოკუმენტები ჰქონდა თან სააკაშვილს საზღვრის კვეთის დროს. არსებობს ორი ვერსია იმისა, თუ როგორ ჩააღწია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ვარშავამდე იმ ფონზე, როდესაც გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა მისი პასპორტის ანულირების შესახებ. პირველი ვერსიით, უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტმა სხვა ქვეყნების სასაზღვრო დეპარტამენტებს დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის პასპორტის ანულირების შესახებ. შესაბამისად, სასაზღვრო დეპარტამენტთან მისული სააკაშვილის პასპორტი მონაცემთა ბაზაში ისევ ფიქსირდებოდა და მან უპრობლემოდ გადალახა ორი ქვეყნის საზღვარი. სხვა ვერსიით კი შესაძლოა მან გაეროს ლტოლვილთა კომისარიატს მიმართა სპეციალური სტატუსის მისაღებად. სწორედ ეს უწყება მუშაობს მოქალაქეობის არ მქონე პირთა საკითხებზე. მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არაა, რაც იურიდიულ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ის აპარტიდია. შეგახსენებთ, 26 ივლისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუწყვიტა. სააკაშვილი, რომელმაც მანამდე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, მოქალაქეობის არ მქონე პირი, ანუ აპარტიდი გახდა. ვარშავიდან დღეს სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა, ამბობს, რომ პოლონეთში პარლამენტარებს ხვდება და მოლაპარაკებებს აწარმოებს. სააკაშვილის თქმით, ის ვარშავაში უკრაინიდან ჩასულ პოლიტიკოსებსაც შეხვდა, ამბობს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებს გამგზავრება, საბოლოოდ კი უკრაინაში დაბრუნებას გეგვავს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში უკრაინულ და ამერიკულ მხარესთან ვცდილობდით გაგვერკვია, როგორ გადალახა მიხეილ სააკაშვილმა ანულირებული პასპორტით ორი ქვეყნის საზღვარი, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. მადლობა, თამთა რუხაძე იყო.